ყველას გაგაცნოთ ოპოზიციის ალიანსის მიმართვას 35 წლის წინ დღევანდელ დღეს 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთის სამარჩაბლოს ჩათვლით გამოხატეს საკუთარი უყევინება აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა რომელიც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა. ორივე თარიღი 31 მარტი და 26 მაისი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში და ორივე თარიღი არის დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევასთან ქართველი ერის არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ჩვენ ვჯერა რომ დღესაც საქართველო დგას იდენტური გამოწვევის წინაშე. სწორედ ამიტომ დღეს 31 მარტს ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა, თუმცა საქმე რომელიც არის გასაკეთებელი არ არის ექსკლუზიურად ჩვენი გასაკეთებელი ამ სხვა პარტიის გასაკეთებელი საქმე, ეს არის ყველას გასაკეთებელი საქმე. ჩვენ ბიზნესი არის ძალიან მარტივი. ერთი პირველი გვინდა რომ გავზარდოთ პირდაპირ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან. მეორე უნდა გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა, იმიტომ რომ ორი მთავარი იარაღი, რომელზეც დგას ახლა რეჟიმი, ეს არის შიში და ეს არის ტყუილი. მესამე ის ბრაზი, პროტესტი და ცილების სული, რომელიც წლები არსებობს საქართველოს მოქალაქეებში, უნდა გადავთვალოთ პოლიტიკურ ქმედებაში. მეოთხე უნდა დავამარცხოთ შიში, რომელსაც წლებია მიზანმიმართულად ნერგავს რეჟიმი და ბოლოს უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, რადგან ცვლილებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საუბარი, ცვლილებისთვის აუცილებელია რომ ჩვენ ყველა დავდგეთ ერთად, ზუსტად ისე როგორც 35 წლის წინ 31 მარტს მოხდა ეს დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე. ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დიდი ხალხმრავალი აქცია დედაქალაქში თბილისში. ჩვენთვის საქმისთვის გამარჯვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ კამპანიაში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ყველა სამოქალაქო ჯგუფი, ნებისმიერი აქტიური მოქალაქე. ჩვენ გვინდა მადლობა უთხრათ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს იმყოფება პატიმრობაში, ტყვეობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ტყვეობაში და გათავისუფლდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც აწამეს, ვინც მოწამლეს, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ყველას იმათ, ვინც დაკარგა სამსახური, დაკარგა შემოსავალი, ვისაც დაუნგრიეს ცხოვრება. ყველა ადამიანს, ვინც ყოველდღიურად დგას პროტესტზე, რუსთაველზე, იქნება ეს მათ შორის ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, გორში, ბათუმში თუ სხვა ქალაქებში, მათ შორის ყველა ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა შაბათის მარშში, ჩვენთვის პატივია ვიყოთ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში. ჩვენ არ გვპირდებით მარტივ გზას, ჩვენ არ გვპირდებით სასწაულებს, მაგრამ ზუსტად ისეთ ერთი რამ. თუ ჩვენ გავჩერდებით, ცვლილებები არ იქნება. ხო, თუ ჩვენ მიმოქმედებთ, რეჟიმის ცვლილება იქნება მხოლოდ და მხოლოდ დროისა და ფასის საკითხი. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას გთავაზობთ ჩაერთოთ ამ კამპანიაში და საბოლოო ჯამში კულმინაციის სახით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ ყველა ერთად დავდგეთ ერთად და შევიკრიბოთ დედაქალაქში თბილისში. მადლობა ყველას.